ლამაზესია. ძალიან ლამაზია. ახლა სწორედ ეს მინდა. სანაპირო ზოლს შეხედე. ახლავე მინდა. ამ შაბათ-კვირას თავისუფალია. ალბათ ამიტომ. ჯანდაბა, ერთი ღამის ფასია? ამის დედაც. გჭირდება. გამარჯობა. 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 ხელი შეგიშალეთ? არა, საერთოდ. ჩემო პატარა. რა მოხდა ძმაო? არაფერი, უბრალოდ ახლო-მახლო ვიყავი. ვიღაც ჩამოვსვი და ვიფიქრე შემოვირბენ იქნებ სახლში გინდა წაგიყვანო. კარგ დროს მოხვედი. თითქმის დავამთავრეთ. აპლიკაციით გიძახებს თუ როგორ? ჯერ კიდევ ვერ შეეგუე იმას, რომ ტაქსისტი ვარ? მან დრას ათვალიერებთ. შეხედე რა სახლს აქირავებენ. ჩვენ 4 შეგვიძლია წავიდეთ. სტარტაპის წარმატება აღვნიშნოთ. მალე საქმეს დაგვეყრია. დასვენება უნდა მოვასწროთ, სანამ დაიწყო. მაგარია. ქურთუქს მოვიდა. კარგი. მისმინე. მინდა რომ მომეწერა, მაგრამ საქმეებში ვიყავი. გილოცავ. ეს ძალიან მაგარია. მადლობა. მართლა მაგარია. წავედით. გაიმზადე? კარგი. მიყვარხარ ძმაო. მეც. შვიდობიანი ღამე. ტკბილი ძილი. არც მჯერა შაბათ-კვირის გატარება შენი ძმის კამპანიაში რომ მიხარია. თითქოს მასზე შთაბეჭდილება დამეკარგა, მაგრამ როგორც ჩანს, მინამ გამოაფხიზლა. ზუსტად არ ვიცი. ბიჭი დაჭკვიან და სამსახური იშოვა. სწავლობს. რამდენჯერმე საღამოს კურსებზე სიარულს სწავლას ვერ დავარქმევ. არა. აშკარად მასზე კარგი გავლენა აქვს. მათ ურთიერთობას მომავალი არ აქვს. მინდა, ხომ ხვდები? ის ჭკვიანი და ლამაზია. და ჩემი ძმა ზღოლობით აკეთებს ფულს. იმიტომ რომ კოლეჯიდან გააგდეს და კინაღამ ციხეში ჩაჯდა, იმიტომ რომ ვიღაც ბიჭი სიკვდილამდე სცემა. ასეთი ჯერ არ მინახავს. მართლა უყვარს, არა? რა თქმა უნდა, მან ხომ ჯეკპოტი მოიგო. ჯანდაბა. კარგი მსხვილია. გინდა? რა საზიზღრობაა? არ მინდა. შენია? არა, მაინც არ მინდა. შენია, მიდი შეინახე. არა, გაჩერდი. ესე არ შეიძლება. თითი მანახე. იქ არის. მაჩვენე. სულ გაგიჟდა? გამარჯობა. ხომ თქვენს ცხოველების გარეშეო? არავის შეუშლის ხელს. იცი რა, მე პატრონებს აცოფებთ, როცა მათ წესებს არ ყვებენ. გაგვაგდებს. მთელი შტატი უნდა გავიაროთ და უარაფროდ დავუბრუნდეთ, აი მაგარი სანახაობა იქნება. ესე იგი დავმალავთ, სანამ მე პატრონი არ წავა. კარგი. ყველაფერი კარგად იქნება, მოეფერე, მეტი საქმე არ მაქვს. ცხვირზე აკოცე, თორემ ინერვიულებს. აი ასე, ყოჩახ რეკ. ნინა მოჰამედი. აბსოლუტურად ნორმალური პროფილია. მართლა? კი. არაფერი არ ამათ შეიძლება შეაშინოს. თუ არ გავითვალისწინებთ, იმას გულისხმობ, რომ რასისტია. ნინა, რამდენჯერ იქირავებინა მაქსაიდით? ერთხელ. აი პასუხიც. მაგრამ რეიტინგით 5 ვარსკვლავი აქვს. ჩვენ რამდენჯერ ვიქირავეთ? 3-ჯერ. კარგი რა, 1-ზე მეტი მაინცაა. კარგი რა, იგივე სახლი, იგივე თარიღები. მაგრამ მას რატომღაც 1 საათში უარს ეუბნებიან, შენ კიდევ ყველაფერი რიგზე გაქვს. მე არც მithkoms, რომ დისკრიმინაცია არ არსებობს. გვარი მოჰამედი აშკარად არაბულ ფესვებზე მეანიშნებს. უბრალოდ თავიდანვე რატომ უნდა ვამტკიცოთ, რომ საქმე ზუსტად ამაშია. ხო, მართალი ხარ. მოდი იმ თეთრ ტიპს, რომელიც არასდროს გვინახავს, უდანაშაულო სტატუსი მივანიჭოთ. ყველა სეგუნდა მივანიჭოთ, ძმაო. კარგი, დამარწმუნე. ჩვეულებრივი რამაა, მშვიდობა და სიყვარული. Kira. ჯანდაბა მოვედით? როგორც ჩანს. შენი ძაღლი დამალე.
ერთხელ მაინც თუ დაიღებს, დაიბრდება. თაგვივით ჩუმად ექნება. სადღაც აქ უნდა იყოს. გამარჯობა. რა მაგარია. სუპერ ლუქსია. მისი ნომერი გაქვს? კი. აი აქ. გამარჯობა. როგორც ხედავ, თავად გადაწყვეტეთ შესვლა არა? მაპატიეთ. ახლა გირეკავდით. უკვე საათია გელით. არაფერი მომხდარა? არა, ცოტა გვიან გამოვედით. თან გზაში მაღაზიაში შევედით. მე ჩარლი ვარ. თქვენ კი როგორც ჩანს ტეილორი. გახლავართ. ეს თქვენი სახლია? ეგრაში გაინტერესებთ. არა, უბრალოდ ვიკითხე. ჩემი ძმის სახლია. მე ვუვლი. თანაც სან-ფრანცისკოშია. მას არასდროს იყენებს. ჩვენც ვაცნებთ ისეთი სახლის ქონაზე, სადაც იშვიათად ვიქნებით. ეს ჩემი ცოლი მიშელია. გამარჯობა. ჩემი ძმა ჯოში, გამარჯობა. და ჩემი პარტნიორი ნინა. ბიზნეს პარტნიორი და ამავდროულად ჯოშის შეყვარებული. ამ ოჯახში რა ქარმა გადმოგაგდოთ? რას გულისხმობთ? არაფერი, უბრალოდ. წამოდით, სახლს გაჩვენებთ. ამის დედაც ჩემს მოგონებებს გადააჭარბა. ვიღაც გიჟია. უცნაურია. დავიჯერო მას ჩვენს ფულს მივცემთ? პატარა. რა? უბრალოდ. ამდენი ტყუილად ვიარეთ. მშვენიერი ადგილია. ერთად დავისვენებთ. ის კი მალე აითესება აქედან. აქ კიდევ ერთი მისაღებია. ახლა, აი სათყოფილ ხართ. ახლა ვერანდასაც გაჩვენებთ და მეც აღარ მოგაბეზრებთ თავს. კარგით. ღმერთო, რა სილამაზეა. გასაოცარია, არა? იქ ჯაკუზი გვაქვს. ინსტრუქცია გვერდითაა. კარის უკან კიდევ ერთი სააბაზანო ოთახია. პირსახოცები და ის რაც საჭიროა იქ არის. ყველაფერი. მშვენიერია. მართლა მაგარია. განსაკუთრებით ღამითაა აქ კარგი. ვარსკვლავები ულამაზესია. ჯანდაბა ტელესკოპი უნდა წამოგვეღო. მართლა მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა. ქალაქში ტელესკოპი რად გინდათ? თვალთვალის მოყვარული ხართ? შემიძლია ჩემი გამოგიტანოთ, ოღონდ კარგად მოპყრობას თუ შემპირდებით. არა, რას ამბობთ, ნუ შეწუხდებით. რა შეწუხებაა? აქამდე უნდა გამეკეთებინა. თავად ვარ დამნაშავე. კარგი, ახლა დაგტოვებთ. ზემოთ პაკეტს იპოვით, იქ ჩემი ტელეფონიცაა, Wi-Fi-ის პაროლიც და ასე შემდეგ. რამე თუ დაგჭირდეთ, არც ისე შორს ვარ. ისე გამგზავრებამდე არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი გათიშოთ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. გასაგებია, მადლობა. არაფრის. მისმინეთ, საცხოვრებელი თქვენგან არ იჯავშნება? დიახ, ჩემგან. იგივე რიცხვებში მინდოდა ამ სახლის გირაობა, მაგრამ ჩემი მოთხოვნა უარყვეს. ვერ მეტყვით რატომ? არ ვიცი, აქ ბევრს უნდა დასვენება. თქვენი მოთხოვნა არ მახსოვს. ძვირფასა. ძალიან უცნაურია, რადგანაც ჩემს შემდეგ მალევე ჩარლიმ, თეთრკანიანმა მამაკაცმა ზუსტად ასეთი მოთხოვნა გამოაგზავნა და მას მიაქირავეთ. მოდი ამაზე ახლა არ გვინდა. ნინა მოჰამადი, გაიხსენეთ? თუ სახლი არ მოგწონთ ან რამე სხვა პრეტენზია გაქვთ, ჯავშნის დაბრუნების ინსტრუქცია საიტზე დევს. და ჩვენ მეც ვერაფერს ვიტყვით.
გასაგებია, მადლობა. ნაბიჯვარი. პატარა. პროდუქტების ამოღებაში დამეხმარები? რა თქმა უნდა. ლამაზი სახლია, რა ძმა? კარგი იქნებოდა ახლა რამე სასმელი და ორიონის თანავარსკვლავედის ყურება. პინოკიოს სტროფვა. რამე კომედიის ყურება. ჯოზეფ გორდონ-ლევიტი რომ გამოდის. მოსაწევი მოვწიოთ და ოკეანეს დაუსრულებლად გავუყვეთ. ფეხის თითებიდან ქვიშა გამოვიტანოთ. კომფორტის სახლიდან შორს. კარგი, საკმარისია. იქნებ მართლა გავისეირნოთ. საერთოდ არ მეხომრია, როგორც კი ამავალაგებთ ნივთებს სასეირნოდ წამოყვებით. ძალიან რომანტიკული იქნება. ჯანდაბა, მიშელ. რაღაც ცუდს გასწავლის. წამოდი. წამოდი. სახელი, სახლი კლდესთან, პაროლი, სანაპიროს ქარები. ჯანდაბა, ჩემთან. მოდი აქ. ახლა საკეთებ. მაპატიე, თავი ვერ შევიკავე. რა ჯანდაბა? საწყობი კოდირებული საკეთით? რა საჭიროა? ჩემი ლოგიკით უნდა გაღებულიყო. საგიჟეთი. წამოდი გველოდებიან. კარგი. გართულები არიან, არა? ჰა. ნუ დარდობ, სოლასი არიან. დამამშვიდე. სულ მეშინია რომ მიმატოვებს. ასე რატომ ფიქრობ? იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერია. მისთვის თავად ვცდილობ უკეთესი გავხდე. მინდა რომ მისი საყრდენი ვიყო, აღვაფრთოვანო. მაგრამ მგონია რომ ყველად ვცდილობ. რადგან ეს ყველაფერი ისედაც აქვს. ხომ ასეა? გესმის? ჰა. მისმინე, შენ ისე მისმის როგორც არავის. უბრალოდ
შენ მისთვის განსაკუთრებული ნიშა გაქვს. ბიზნეს პარტნიორს ვერ ჩაუნაცვლებ. საჭირო არც არის. ყველაზე მეტად შენი სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება. იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გგონია. ანუ არ გადარდებს, რომ შენი ქმრის ცხოვრებაში ასეთი ადგილი უჭირავს? როგორ არა? კარგი რა? არა, ისინი ხომ შემოქმედებითი ხალხია, მიხარია რომ ყავს ვინმე, ვისთანაც თავის რეალიზებას მოახდენს. ჰეი, გავიყინე. იქნებ გავბრუნდეთ. კარგი. ჰა, საღამოობით ცივდება თურმე. აჰა, აი ეს სიურპრიზია. ვიღაცას გამოხმაურებაში 5 ვარსკვლავი უნდა. ეს ტიპი არ მოგწონს, მაგრამ მიხარია შაბათ-კვირას ტელესკოპი რომ გვექნება. მაპატიეთ, მაგრამ არა უშავს ასე დაუკითხავად, რომ შემოდის სახლში. მან ხომ გითხრა საღამოს გამოგიტანთო? შეეძლო კართან დაედო. უცნაურად არ გეჩვენებათ? კარგით? აღარ ვიზამ. მოდით დავისვენოთ. დალევა ვის უნდა? მეც. რაღაც შეუდარებელია. ლამაზია. მოდით ხვალდილიდანვე წავიდეთ. ჰა, ამ ჩანჩქერამდე მიახლოებით 2 საათის გზაა. ჩარლი მეღადავებოდა, იმიტომ რომ სპეციალური ჩანთავი ყიდე ჰიდრატორით. ეს რა მოყვარული მთავრობის აღჭურვილობიდანაა? მომწონს ყველაფრის გათვლას რომ ვცდილობ. აღფრთოვანებული ვიყავი. კარგი, დღეს რა ვქნათ? არ ვიცი თქვენ როგორ განწყობაზე ხართ, მაგრამ მიშა მგონი სურპრიზი გქონდა ჩვენთვის. ახლა? ვიფიქრე იქნებ ხვალ მეთქი. რა? გთხოვ. ამაიღე. მიდი. კარგი. რა ხდება? რასაც ჩალიჭებთ? არ ვიცი. რამე საიდუმლოებია? საცაგელი მიშელი. რა? ეს ხომ? ჰა, ღმერთო ჩემო. ღმერთო, ეს ჩვენი შეხვედრის მომენტის მერე არ დამილევია, სათიშობე. მინა მოგიყვა ერთმანეთი როგორ გავიცანით? ო, რა თქმა უნდა, უკვე ლეგენდა როგორ აცლევამ ბიჭს ცოტა ექსტაზის და იგი ცეკვის დედოფლად იქცევა. იმ ღამიდან სურათებია. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, ვითომ სცენაზე გვაქვს სექსი. აბა, ცოტა დავლიოთ. ჯანდაბა ბავშვება. არ მინდა კამპანიას გული დავწყვიტო, მაგრამ მოდი ცოტა ადრე დავიძინებ. უბრალოდ სამსახურში საშინელი კვირა იყო და ძალიან დავიღალე. კარგი, მაშინ, რადგან დღეს არ შემოგვიერთდები, ჩვენც მოვიცდიდით. არა, ღმერთო, რას ამბობთ? არ დამიცადოთ. უბრალოდ თუ არ დავისვენებ ხვალინდელ ლაშქრობაზე ენერგია არ მეყოფა. უბრალოდ ხვალისთვის ცოტა დატოვეთ. ყველამ კარგად რომ ვიკაიფოთ. კარგი, მოდი ცოტა. 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 ჯანდაბა. კარგი, გნებდები. იატაკს ვურტყე, მიდი. კარგით, ჯოშ. მოვიგე. არის. გამარჯვება. არის.
რადგან პლანეტა ბრუნავს, იგი წუთით გვიან რომ დაცემულიყო, ოკეანეში დაეცემოდა და დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრები ეცხოვრებდნენ. როგორ ფიქრობ, გამოქვაბულის ხალხს ასტეროიდების ეშინოდათ? როგორ ფიქრობ, გამოქვაბულის ხალხი და დინოზავრები ერთ დროს ცხოვრობდნენ? რა თქმა უნდა, არა, კრეტინო. ვიცი რომ დინოზავრები გადაშენდნენ. შემდეგ გავიდა რამდენი? რა დრო აშორებს დინოზავრებს და ჰომო საპიენს? უბრალოდ გარტყმაზე თქვი, წადი შენი, 65 მილიონი წელი. მაგარია, მოიგე. კიდევ ავიღებ. დაგიმატო. არა, პატარა, მადლობა. კარგი. და შენ, რეჯი, არაფერი გჭირდება? გინდა შეხედო. ჰა. რა საკეთებ? მე ხომ ქალაქიდან ვარ. ესე იგი თვალთვალის მოყვარული ვარ. რა მესხედავ? ერთ სახლში შოკიანთია. სერიოზულად? და იმას აკეთებენ? ჯანდაბა. რა მოხდა? ვიღაც გვითვალთვალებს, დავინახე. რა? არ არსებობს. სერიოზულად, შეხედე. დაუჯერებელია. ტეილორია? კარგი, მარჩა. რა საკეთებს? გაჩვენდი. არა, მართლა მას ავადმყოფო. მაესტროს ვერ აჯობებ. როგორ მიხარია აქ რომ ვართ? მეც. სახალისო წელი იქნება, არა? როგორც იქნა წარმატებას მივაღწიეთ. შევხედავ ჯოში როგორ არის. პატარა. წამოდი. აქ მარტო არ იჯდე. ძალიან კომფორტულად ვარ. არა, წამოდი. ეს ხომ მშობულებაა. ერთად ყოფნის იშვიათი შანსია. ვიცი, პატარა, ახლა ასე რატომ დათვერი? ხომ გითხარი, ნოჩქარობდგა. აბარაო, კარგადაა? გაითიშა. კარგი. შენი არ ვიცი, მაგრამ მე ჯაკოს შემოდუნებაზე ვაცნებობ. მოღამე არ მაქვს, იქნება ახლა. კარგი, მოდი. მოდი, კამპანიას გაგიწევ. ჯერ გამოვიცვლი, აქ შევხვდეთ. კარგი. სასმელი არ დაგვავიწყდეს. აბა როგორია? ღვთაებრივი, ჩაძვერი. ამის დედაც. როგორია? კიდევ ნისლიც ეშვება. ზღაპარია. იცი რა არის მართლა ზღაპრული? რა? ჰიდრომასაჟის ნაკადი. მეც მინდა. შენს ადგილას დამსვამ? ღმერთო, რა საოცრებაა.
რაღაც გითხრა? ჯაკუზიან ოფის გვიყიდი? შენი თახმფრთოვანებული ვარ. მადლობა. შენი წყალობით გამუდმებით ვიზრდები. კიდევ სახალისო და კეთილი ხარ. მაგარი ხარ. ვფიქრობ ძალიან გამიმართლა რომ გეცნობ და შენთან ერთად ვმუშაობ. რადგან გულახდილობის საღამო გვაქვს, იგივეთი გიპასუხებ. იდეალური პარტნიორობა გვაქვს. სიმართლე გითხრა, არ მეგონა ასეთი საერთოდ შესაძლებელი თუ იყო. ადრე ვერავის ვენდობოდი. შენზე კი ვიცი, რომ შემიძლია და ძალიან უცნაურია. შენ გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს. ახლა კი ჰიდრომასაჟი დამიბრუნე. არა. მოდი ერთად. მოდი ერთად. შენც გერგო? ჯანდაბა. რეჯი. რეჯი. ჩემთან. ასე რატომ მოიქცა? არ ვიცი. ალბათ რეჯი მართალია. დილის დრო. ძილნებისა ჩარლი. აბა სცენის დედოფალო, ცოცხალი ხარ? ნახევრად. გუშინ გაერთეთ? მიდი უცებ გაემზადი, არ მინდა ჩანჩქერიდან დაბნენებულზე ჩამოვიდე. შენ მოდიხარ? აი ვზივარ და ვფიქრობ. გეყოფათ ჭამა, წავიდეთ. ძლივს მოძრაობ. გონი ჩემგან ნაკლები სარგებელი იქნება. კარგი. რა?
გუშინდელი საღამო ცუდად მახსოვს. მაგრამ მახსოვს ვიღაც არ მასვენებდა და მეუბნებოდა დასვენების ოქროს დროს ტყუილად ვფლანგავდი. ისე იშვიათად გვივარდება ერთად ყოფნის შანსი. კარგი. ბარი-ბარში ვართ. იცი, მაშინ არც მეწავალ. შენთან დავრჩები. მიშელს აწყენინებ. ისე ელოდებოდა. ჩარლისთან დღეს ცალკე გაატარებს. მე ეჭობა. გამოდის ვერაფერს ვიზამ. მაბატი. დანაშაულს გამოვისყიდი. პირდები. აი დაბრუნდებით და მთელი ღამე ვიგრიალებთ. კარგი. მიყვარხარ. მეც ბადარავ. ნინა, ჩარლი, ადექით გამოცვლის დროა. იცი, ვფიქრობ ნინა აქ დარჩება. სერიოზულად? მართლა ცუდად ვარ. კარგი, აი ნახავ როგორ ინანებ. ჩარლი, წამოდი. გამზადების დროა. ოღონდ არ დაიწყო. ადექი, წამოდი. არ შემიძლია. კარგი, მაშინ დღეს თქვენ ამზადებთ, მე ვკაიფობ. თანახმავარ. ჯოშ, მზად ხარ? ჰა, მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. ო, რეჯი გარეთ მივაბი. მერე შემოიყვანა, იქნებ ტეილორი გამოცხადდეს. კარგი პატარა. მადლობა. როგორ ხარ? ცუდად. შენ? რას ფიქრობ? უფრო ჭკვიანები უნდა ვიყოთ. აღარ განმეორდება. ვიცი. სერიოზულად. ეს სრულიად თანახმავარ. მართლა მიყვარს შენი ძმა. ვიცი. ჰოდა მოკლედ. ჩარლის ჩემი ნომერი გამოართვა და უმაგრესი მესეჯი გამომიგზავნა. ფრაზა ჩვენი შეხვედრის დღეს მოყოლილი ანეკდოტიდან. რა მაგარია? ჰა, რა ფრაზა? მამას ხმამაღლა არ ვეტყვი. შენ და ჩარლის მაინც უკეთესი გაცნობის ისტორია გაქვთ. ჰა, არა უშავს. ჰა, ოღონდ ვიცნობ ადამიანს, ვინც ასე არ ფიქრობს. ჰა. და ვინ არის? არ იცოდი რომ მე და ჩარლიმ რომ გავიცანით ერთმანეთი ჯინთან იყო? სერიოზულად? ანუ იმ ექსტაზის ღამეს ის ჰა, შეყვარებულთან იყო. ანგელოზები არ ვართ. ხანდახან მასზე ვფიქრობ ხოლმე. კარგი გოგო იყო. ასეც არ იმსახურებდა. იცი, ვერ ვიტყვი რომ უმანკო ბატკანია. რას გულისხმობ? მან აახია ყოფილ შეყვარებულს. მარტო არ იყო, როცა ჯენი გაიცნა? ჰა, მახსოვს რომ შეყვარებული ყავდა. ზოუი ერქვა. და მერე უცებ ჯენი გამოჩნდა. ძალიან სწრაფად გესმის? ზედმეტად სწრაფადაც კი. ეს არ ვიცოდი. მისმინე. უბრალოდ არ მინდოდა ჯენის გამო თავი დაგედანაშაულებინა. კარგი, არა უშავს. თავადაც არ ვიცი რაზე ვსაუბრობ. ეს 10 წლის წინ იყო. ნიშნულობა არ აქვს, ჯოშ. სიარული გავაგრძელოთ.
გამარჯობა. კარგად გამოიყურები. დაიძინე, სანამ დავამთავრებ. ჩარლი? მითხარი რომ კამერა არ არის. ამის დედაც. პოლიციაში ვრეკავ. არა, მოიცადე. საიდ. ამის დედაც. არა. პოლიციას არ უნდა დავურეკოთ. რატომ? კამერამ დაგვიჭირა. პოლიციაში რომ დავრეკოთ მიშელი და ჯოში, ყველაფერს გაიგებენ. და ახლა ესე იგი იმ რასისტ გარყვნილს ყველაფერი შერჩება? არ ვიცი. რამეს მოვიფიქრებ. ღმერთო. რომ წარმოვიდგენ ყურების დროს რას აკეთებს. თავი მოვიკატონოთ, ვითომ არაფერი მომხდარა. რა? აბა სხვა რა ვარიანტი გვაქვს? არ ვიცი, დავემუქროთ რომ ჩანაწერი მოგცეს. რომ დავემუქროთ, მაშინვე ყველაფერს ჯოშს და მიშელს გადაუღრეს. მოკლავ მაგნაგავს. კარგი. აქ არ უნდა დარჩეთ. ანუ ჯოშს და მიშელს საბაბი უნდა მოვიფიქროთ, რატომ მივდივართ. მაგალითად რომ ტეილორი შემოვიდა და რაღაც რასისტული საზესხრობა თქვა. მაშინ ჯოში გაცოფდება. მასთან გაურკვევლად არ წავა. ჯოს ჩემს თავზე ავიღე. არა, ასე არ შეიძლება. რამეს მოვიფიქრებ? ჩვენივე ტყუილში გავეხვევით. ღმერთო. ღმერთო ჩემო. ყველაფერი კარგადაა. ჩუმად ვიქნებით? ამას მთავაზობ? ჩანაწერს არავის ანახებს, თორემ ციხეში მოხვდება. მის მეტი მას ვერავინ ნახავს. ერთი ღამე მოვიცადოთ და დილით მაშინვე წავიდეთ. ვითომ არაფერი მომხდარა. მეგონა დაიკარგეთ. არა. ვიღაც გაიროჯა და უფრო გემრიელი გახდა. ხო, არა. კი. კარგად ისერნეთ. გამარჯობა. მომენატრე. ყველაფერი რიქსია? კი. აბა რას ჭირს? მოდი უცებ შხაპს გადავივლებ. და მერე დეტალურად მოგიყვები ლაშქრობამ როგორ ჩაიარა, კარგი? შხაპში გინდა? ხო, კილომეტრს იქით იგრძნობ ჩემს სონს. მაგრამ მეუფლის სუნი აღმაგზნებს. სერიოზულად? ხო. კარგი. რა მოხდა? რას გულისხმობ? არ ვიცი. ავად ხარ? შენ და ზოი იქამდე დაშორდით, სანამ შენ და ჯენი დაწყვილდით? რა? საიდან მოიტანე? მიშელ. ზუსტად არ მახსოვს როგორ გამოვიდა, მაგრამ მაშინ გავიცანით ერთმანეთი, როცა ზოისთან დაშორებას ვაპირებდი. ესე იგი, ჯერ კიდევ ერთად იყავით ჯენთან რომ დაიწყეს სიარული. ხო, ალბათ კი, მაგრამ ეს რა არის? ახლა რატომ მეკითხები ამას? უბრალოდ ჩვენზე ვიფიქრე. გარემოებებს რამაც ერთმანეთს დაგვაკავშირა და სახალისოდ მომეჩვენა, რომ ასე პირველად არ შვრები. კარგი, როგორც ჩანს ჯოშს ესაუბრე.
და რა თქვა ჩემმა უტვინო ძმამ? საკმარისია. არა, იცი, მაღიზიანებს რომ ჯოში ჩემს პირად ცხოვრებას ასე ადევნებს თვალყურს. უბრალოდ საინტერესოა მთელი ეს დრო რატომ მატყუებდა. არც მიფიქრია მოტყუება, უბრალოდ დეტალები არ მახსოვს, რასაც მაშინ გეუბნებოდი სიმართლე იყო. რა თქმა უნდა. ხალხო, თქვენ რა გაგიჟდით? საღამოს ასე დასრულებას არ ვაპირებ. ჩვენი დანაზოგი სად არის? ნინა, აბა? მამპატი, თქვენ გაერთეთ ბავშვობა, მიდით. ოღონდ ჩემს გარეშე. საერთოდ დღეს მეც არ ვარ ხასიაძე. არა. მიდით. ადექით. ხომ გადავწყვიტეთ. პატარა. იქნებ მშვიდი საღამო მოგვეწყო. სამაგიდო თამაშები ვითამაშოთ. იცით რა? გინდათ ბოლო დღის გაფუჭება? კარგით, მეგონა გასართობად ჩამოვედით, ასეც ვიზა. დარჩენილი სად არის? არ მითხრათ რომ სულ გადაყლაპეთ. ბართან ახლოსაა, თითქმის ხელუხლებელია. დარწმუნებული ხარ რომ გინდა? ასეთი გეგმა იყო. გუშინ ადრე დავწექი რომ დღეს გავერთო. ამიტომაც კი, მინდა. მაშინ კარგი. კარგი. რეჯი? ჰეი, მეგობრებო, რეჯი სად არის? პატარა მამპატია, დილიდან ისე გავითიშე, სულ გადამავიწყდა. რა მოხდა? კარგი, მადლობა რომ მითხარით. არა. რეჯი! არა, რეჯი! სადმე ახლოს უნდა იყოს. ჯანდაბა, შვიდად გვიპოვეთ. მოდი გავიყოთ, კარგი? იქნებ კლდიდან გადავარდა ამის დედაც. ჯანდაბა! რეჯი! 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 ღმერთო, ძაღლი დაკარგეს. რეჯი! 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 რეჯ! რეჯი! 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 ჰეი, რეჯ! მოდი რეჯ! რეჯი! აბა? ძალიან ბნელა. კისრის მოტეხვა გაგვაკლდა. შენ რა გუშინ ჯაკუზის გამართვა დაგავიწყდა? არ მუშაობს. არ ვიცი, შეიძლება. არა უშავს, ტეილორს დავურეკე. რა? რატომ? რა? აბა როგორ? არ მუშაობს და მე მინდა რომ იმუშაოს. იმიტომ რომ იქ ჩაწელა მინდა. და რა, ახლა აქ გამოცხადდება? ჰა? ვინ გამოცხადდება? ტეილორი ჯაკუზის შესაკეთებლად მოვა. პატარა მონა გაგეფრთხილებინე. რატომ? ერთი წუთის საქმეა. ვიცი, მაგრამ ნინას მაგალითად ის არ მოსწონს. არა უშავს. ყველაფერი კარგადაა. ხედავ? არა უშავს. მოიცადეთ, იქნებ მან რა იყო? ანუ იქნებ ტეილორმა აქ რეჯი დაინახა. ფიქრობ ტეილორმა შენი ძაღლი მოიტაცა? და რა, იქნებ? უბრალოდ მეეჭობა დასახმარებლად მოსულიყო გამომწყდეული რომ ყოლოდა. მალე გავიგებთ. დაგითხავ? ჰო. თუ ძაღლზე იკითხავ, უეჭვად ეცოდინება რომ აქ ყავდა. ჩემი ძაღლი გაქრა. რამე თუ იცის მისგან ყველაფერს ამოვიღებ. მოვიდა.
როგორც იქნა. გამარჯობა მეგობარო. მითხარით, დღეს ხომ არ შემოგივლიათ? არა, დღეს არა. მთელი დღე სახლში ვიყავი. ღვინოს ვწრობავდი. ეს სიმართლეა? შემიძლია დავიფიცა. ის თეთრი ქალბატონი სადაა? ჯაკუზის შესახებ რეკავდა. ჩემი ძაღლი ხომ არ წაგიყვანიათ? რა? ჩემი ძაღლი ხომ არ წაგიყვანიათ? გავიგე რა თქვი. უბრალოდ მინდა გავიგო. ძაღლი საერთოდ როგორ გაჩნდა აქ? კითხვაზე მიპასუხეთ. არა. არ წამიყვანია. საღამომშვიდობისა. დღეს მე დაგირეკეთ. მაპატიეთ. კაიფში ვარ, უბრალოდ რაც შეიძლება სწრაფად მინდა ჩავძრა სააბაზანოში. მადლობა. მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. რას ფიქრობ, პატარა? ჯანდაბა, არც კი ვიცი რა ვიფიქრო. რითი დაგეხმარები? მოდი უბრალოდ რეჯი ვიპოვოთ და დავახვიოთ აქედან, კარგი? ეს რა ჯანდაბა? კარგი, გავიგე. აი ასე. იქ გაწმენდის რეჟიმი იყო ჩართული. შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძალიან დიდი მადლობა, გადამარჩინეთ. ხო. ბოლო ღამეა. კარგად გაატარეთ. მადლობა. ჩემთან დარჩი, სანამ არ გახურდება. რეჯი! რეჯი, ჩემთან! რეჯი! რეჯი! ჰეი! იმედი მაქვს თქვენს ძაღლს იპოვით. თავადაც ორი მყავს. და მთელი ეს აკრძალვები ძმის ინიციატივაა. ნუ გეშენიათ, არ გაგთქვამთ. საიდუმლოების შენახვა შემიძლია. თუ აღარ გჭირდებით? კიდევ რამეს ხომ არ შეხედავდით, სწრაფად. კარგი. მოდი გამოვიცნებ. უნიტაზი არ რეცხავს? ხო. ხო, ღილაკს იმაზე დიდხანს უნდა დააჭირო, ვიდრე გგონია. კარგად დაიმახსოვრეთ, ვინმეს თუ ჩანაწერს აჩვენებთ, პოლიციაში გიჩივლებთ. ვერ გავიგე? ყველაფერი ვიცით. წარმოდგენა არ მაქვს, რას ამბობთ. ღმერთო, მართლა გინდათ აგიხსნათ? მიდით. ეს რა ჯანდაბაა? გამოგტეხეთ. არ ვიცი რა ფოკუსის ჩატარება გინდათ, მაგრამ მიდი დარეკე პოლიციაში. ხუმრობთ? ამ სირობას პირველად ვხედავ. შანს გაძლევთ, შეგვეძლო უკვე გვეთქვა. იცი რა, მოდი თავად დავრეკავ. რა? არა, გიკრძალავთ, ტელეფონიახლავე გამართეთ. რეჯი! მომშორდი. ხომ გითხარით, გეყოფათ? მომშორდი თქვენი დედაც. ჯოშ, გეყოფა. ჯოშ, გესმის? გეყოფა. საკმარისია. გეყოფა, ჯოშ. საკმარისია. ჯოშ, რასაკეთებ? გაჩერდი. მოდი აქ. მომშორდი.
პოლიციაში დარეკვა უნდოდა. გავგიჟდი და ტელეფონს ვართმევდი. ჯანდაბა, ახლა რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ეს რა იყო? რა მოხდა? გვიხებდა. რა? დილით ჩხაბში შევედი და უცნაური თვალი დავინახე. და არ ვიცოდი ალბათ. და ძალიან შემეშინდა. არ მესმოდა რა გამეკეთებინა. სანამ ვფიქრობდი თქვენ დაბრუნდით. უბრალოდ დავიკიდე. იმედი მქონდა რომ მომეჩვენა, მაგრამ როცა ტეილორი მოვიდა, თავი ვერ შევიკავე. დავუპირისპირდი და ნამდვილად კამერა იყო. და მერე ჯოშმა გაიგო, როგორ ჩხუბობდით. ჩემი ბრალია. მაბადია, თავიდანვე უნდა მეთქვა. არა უშავს. რომც გეთქვა. მაინც ასე მოვიქცეოდი. ღმერთო, დანარჩენები იპოვეთ? მეც მეშინია იმის, რომ გვითვალთვალებდა, მაგრამ სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ. და რა ვუთხრათ? სიკვდილამდე სცემა. მაბადია ჯოშ, მაგრამ ვერანაირად ვერ გამოვძრებით. ის თავს დაესხა, როცა შევედი. ვიცი, მაგრამ ყველაფერი კამერაზეა აღბეჭდილი. თუ პოლიცია ნახავს, თავდაცვის ამბავი არ მგონია დაგვეხმაროს. მოიცადეთ, რასისტი ნაბიჯვარი საშხაპეში გვითვალთვალებდა ასეა? ცუდი არაფერი გამიკეთებია. არაფერი. ამიტომაც მიდი. დარეკე. შევხედავ როგორა. დამნაშავე არ ხარ. უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა. ვიცი. მიშელ მოიცადე. რა? არც მომთქავს. ჯანდაბა. მისმინეთ, წერან ხომ ცოცხალი იყო. მე არც კი. ასეთი ჩხუბისგან არც კი კვდებიან. რა ვქნათ? რას გულისხმობ? იმას, რომ რა ვქნათ, არ ვიცი. პოლიციაში უნდა დავრეკოთ. არ შეგვიძლია. ახლა სხვანაირი მდგომარეობაა. აბა რა იქნება, მოკვდა. ზუსტად, პოლიცია რომ მოვა ჯოშს დაიჭერენ. ცუდ საქმეში გაეხვევა. მაგრამ ჯოშმა ადამიანი მოკლა. ხდები? არ გვეჩვენება. ვიცი, მაგრამ არ მინდა ჩემმა უმცროს მაძმამ დარჩენილი დღეები ციხეში გაატაროს. რამე უნდა მოვიფიქროთ. მაგალითად? არ ვიცი. მოიცადეთ, იქნებ უბედური შემთხვევაა. რა? მას ხომ სიცხლში უამრავი ალკოჰოლი აქვს. არავის გაუკვირდება ნასვამი, რომ კლდიდან გადავარდნილიყო. არა. ზედმეტი დალია. ჩვენი წასვლის შემდეგ დასალაგებლად მოვიდა და დაგორდა. ამას სერიოზულად არ ამბობ. მიშელმა თავისი ტელეფონით დაურეკა. თავიდანვე გაიგებენ. კი, მაგრამ ზარი არ ამტკიცებს, რომ ვნახეთ. მილიონი მიზეზია, რატომაც დაურეკავდა. სიკიშია.
კამერა დაგავიწყდა. არა, მაგრამ როგორმე თავიდან მოვიშორებთ. უსადენოა. მიღების რადიუსი დიდი არ არის. მიმღებისადმე სახლში იქნება. არა. ძვირფასა, ეს უფრო ჭკვიანურია. არ ვამბობ, რომ ცხედრის წყალში დამავა არ შეიძლება. ვამბობ, რომ არ მინდა ამაში მონაწილეობა. ყველაფერს მოვუვლი, არაფრის გაკეთება არ მოგვეწევს. არ მისმენ, არ მინდა მთელი ცხოვრება ფიქრში გავატარო, რომ ადამიანი მომკალით და დავმალეთ. სამი. ცოტა ხნით გავალ. თუ რამე არაფერი იცი. უკვე დამნაშავე ვარ. რაში ხარ დამნაშავე? არაფერში არ ჩარეულ ხარ. მე პოლიციაში არ დავრეკე. თუ დაგვიჭერენ, ისევე ვიქნები მკვლელობაში თანამონაწილე როგორც შენ და ნინა. ვიტყვით, რომ აქ არ ყოფილხარ. რაც გინდათ ის გააკეთეთ. ოღონდ აქედან წავიდეთ. ყველაფერი მალე დასრულდება. გპირდები. არასდროს დასრულდება. მზად ხარ? კი. ჯანდაბა. ჯანდაბა. ფრთხილად. ერთი, ორი, სამი.
ღმერთო, რა ჯანდაბას აკეთებ? არ გინდა. გაგიჟდი? მის მინეთის მე მოვკალი არა. არ მინდა რომ ჩემ გამოციხეში ჩაჯდეთ. მე მივქარე და მე მივხედავ. საყოველთაოდ ძალიან დიდი რისკია. ვიცი, ნუ გეშინიათ. არ გინდათ, გამიშვი. გამიშვი. ყველაფერი კარგადაა. მორჩა. წავედი. კარგი. გთხოვ, ფრთხილად. ნუ იჩქარებ. ჯანდება. არანი ჩართე, ჩემი გაითიშა. ჯოშ! კარგად ხარ? ჯოშ, კარგად ხარ? კარგად ვარ. ჯოჯო, ხეჭი შევხვდებით. ხელი მომეცი. კარგად ხარ? ღმერთო ჩემო. იმ წეული ჩანაწერის მოძებნა დაგვრჩა. მოიცადე. სად მიდიხარ? მანქანა გააჩერე. სად მიდიხარ? მორჩა. მორჩა, ვიცი. საშინელება უკან მოვიდოვეთ. ერთი პატარა ნაბიჯი გადარჩა. ვნახე. ნახე. რა ნახე? შენ და ნინა. მისმინე, ჩავფლავდი. სისულელე ჩავიდინე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ზვირფასო, გთხოვ, მაპატიე, გევედრები. ვერც კი გიყურებ. ღმერთო, გთხოვ, დამნაშავე ვარ. აგიხსნი, ოღონდ შემომხედე, გთხოვ. გთხოვ. ჯერ მითხარი. ჩანაწერი სად ნახე? რა ადამიანი ხარ? მოიცადე, გაჩერდი. ჰეი, რა მოხდა? სად წავიდა? ნერვებმა უმტყუნა და წავიდა. რას ნიშნავს? პოლიციაში წავიდა? უბრალოდ წავიდა. მოიცა, არ დაბრუნდება? აქედან როგორ უნდა გავიდეთ? ჩარლი, გეყოფა. ისე ნუ იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა. ყველაფერი კარგადაა. ჩანაწერი ვიპოვოთ და მერე ვიფიქროთ, როგორ დავაღწიოთ თავი აქაურობას.
ჭანდაბა. ჭანდაბა. გზიდან გადავარდი. გზიდან გადავარდი. გთხოვ დამეხმარე, ძალიან მეშინია. მეგობრებო, მიშელი საფრთხეშია. ახლოსაა, ახლავე დაუბრუნდები. მიშელ. ძვირფასო, სად ხარ? მადლობა ღმერთს. მიშელ. მადლობა ღმერთს. ძვირფასო. ძალიან შემაშინე. რას ხედავ? ხუთებს და ჯარც. სადღაცა ქონდა იყოს. ღმერთო. სად ვართ? უბრალოდ მოძებნაში დამეხმარე. იცი მაინც რას ვეძებთ? არ ვიცი, კომპიუტერი, მყარი დისკი, რაუტერი. რამე ამის მსგავსი. ღმერთა ჩემო. რა არის? ჯობია არ იცოდე. რამე იპოვე? არა. რატომღაც მეგონა რომ მონიტორებით და სადენებით გამოტენილ ოთახს ვიპოვიდით. ასე ვფიქრობდი. არა უშავს. ზებნა გავაგრძელოთ. მუდვინო იდიოტი ვარ. თავადაც არ ვიცი რა დამემართა. შენც ჩაგითრია. არა, არ ჩაგინთრევი ვარ.
გავუმკლავდებით. ცოტა კიდევ მოვძებნეთ, კარგი? გარეთ დაგიცდი. პატარა. ჩარლი. როგორ ხარ? ცუდად. შენ? რას ფიქრობ? უფრო ჭკვიანები უნდა ვიყოთ. ძვირფასო. რაღაც უნდა განახო. იპოვე? არა, ეს სხვა რამეა. უბრალოდ ჩარლისგან ოცნაური შეტყობინება მომივიდა. და რა არის? როგორ ხარ? ცუდად. შენ? რას ფიქრობ? უფრო ჭკვიანები უნდა ვიყოთ. ეს რა არის? არ ვიცი. არ განმეორდება. შენ და ჩარლი ხართ არა? ჰა, გონი. უფრო სწორად კი, მაგრამ მე. რა არ განმეორდება? რა? აქ ამბობ, ეს აღარ განმეორდებაო. რას გულისხმობდი? რა ხდება ძვირფასო? ჩარლის შენი ფოტო საიდან აქვს და ამის დედაც მე რატომ გამომიგზავნა? არ ვიცი. მოუყურებ. მაბატი. ჩარლი! მოგკლავ ნაბიჯვარო! ამ სირობას მიგზავნი და მე რეიმალები? ჩარლი!
შემობრძანდით თუ შეიძლება. იქ სააბაზანოა, იქ საძინებელი. ოთახების ძალიან კარგი განლაგებაა. ფანჯრიდანაც შესანიშნავი ხედია. შეხედეთ. აი Wi-Fi. თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.